ზაფხულში ვაპირებთ მე და ჩემი მეგობრები წავიდეთ ერთად დასასვენებლად ზღვაზე, ბათუმში, ალბათ ერთი კვირა და ვფიქრობ, რომ კარგი იქნება. გადაწყვეტილი არ მაქვს, მაგრამ სადღაც დაახლოებით ცენტრალური ევროპა მაინტერესებს ძალიან, ჩეხეთი მაინტერესებს, იტალიაც არ იქნება ცუდი ვარიანტი, გერმანიაც. ზღვაზე დასვენებლად. მიყვარს ზღვა და ცურვა. ნამდვილად არა, არ მაქვს. მუშაობ და არ მაქვს ამ ზაფხულს თავისუფალი დრო. არ ვიცი, გამოცდები მაქვს და არ ვიცი ზუსტად. შევხედოთ, არ ვიცი. შეიძლება ბათუმში. ბათუმში დავდივარ ყოველ წელიწად. და წელსაც აპირებ. კი. აი სადაპირებ. საბერძნეთი მიყვარს. არა, ჯერ გადაწყვეტილი გენიცვალა. კი, ხვალ მივდივართ. აი სად მოვიდა? ანტალიაში. თქვენ? მე ექსკურსიაზე მივდივართ ერთად მთელი კლასი. ბოლოს არის შემდეგ არ ვიხდით ბანკეტს და იქ მივდივართ. ალბათ ბათუმში. რავი, ხშირად დავდივარ, ბავშვებს მოსწონთ და იმიტომ. არცად. ეხლა ჩამოვედი უცხოეთიდან, ამიტომაც არ ვიცი ჯერ. ისე ვაპირებ. საბერძნეთში. სამოგზაუროდ ვიყავი და ვიყავი წასული და ბევრჯერ ვარ ხშირად იქ გაცნობებით ყავს და მაგიტომაც ჩავდივარ ხოლმე. მეოთხედ ვიყავი წასული და განვითარებული არის უფრო მეტადაც და დასვენებელი ადგილები კარგია ძალიან. თრიალეთის ქედზე შეიძლება გადაიაროთ თლიანად. ძალიან ბევრი სანახაობაა. და დასვენებასაც შეძლებ და ბევრი უნარების გამოვლინებასაც მოახერხებ. მე სად ვაპირებ და ჩემი შვილი საფრანგეთში ცხოვრობს და მივდივარ იქ ივლისის დასაწყისში. შარშან ვიყავი, შარშან წინ ვიყავი და წელსაც. ზღვა და ბაკურიანი. ოჯახით. შვილი, ძალი, შვილიშვილები. მე ზღვა დიდათ არ მიყვარს, მაგრამ ბავშვებს უყვარს ზღვა და მე ბაკურიაში ჩემი ხათრით მივდივარ 10 დღე. მე მივდივარ ალანიაში, თურქეთში. აუცილებლად მე მიყვარს ზღვა. საჩხერის რაიონი, სოფელი ეტო. ძალიან მაღალმთიანია, ძალიან დინარეც არის, მთებიც არის და მწვანეში ჩაფლული. მიყვარს ძალიან. თბილისში, მაგრამ შეიძლება რაჭაში წავიდე. რაჭველი ვარ. სოფელი ჭალა, ონის რაიონი. კვიპროსში ან ბათუმში. ბათუმში იმიტომ რომ ხშირად დავდივარ და კვიპროსი იმიტომ რომ მაინტერესებს და ალბათ მაინც კვიპროსში წავალ, იმიტომ რომ არ ყოფილვარ ჯერ. სადმე ჩვენ ლამაზ კუთხეში. ხევსურეთში, ან სვანეთში, ან რაჭაში. ზოგადად სოფელში მივდივარ ხოლმე. პატარძელში მაქვს ერთი და მეორე აბაშაში. ძირითადად ვცდილობ რომ უნივერსიტეტს მოვშვა. სამედიცინოს უნივერსიტეტში ვარ და რა ვიცი. ვცდილობ რომ დავისვენო და ვიკითხო.